დავითი ვიცოდი მე იდეაში 1 წლის წინ დაახლოებით, როდესაც Entrepreneur-ის ვებ ვერსიაზე გამოჩნდა თავისი კომპანიით და დავით მაიერს ესა ეწერა თუ არ ვსდები, ხო? სოციალები არ მიყვარს და შესაბამისად. ხო, და მე დავიმატე, იმიტომ რომ ზოგადად საინტერესო ადამიანებს ვიმატებ, ესეთი ბევრი ადამიანი მყავს Facebook-ზეც და LinkedIn-ზეც, ვინც მაინტერესებს, ეხლა შეიძლება ადამიანის ისტორია მაინტერესებდეს, რას ქმნის, ის მაინტერესებდეს და დავითი თვითონ დამიკავშირდა 1 წლის მერე, როდესაც გავაკეთე ჩემი კომპანია და მითხრა, რომ მე მინდა რომ ისარგებლო ჩემი CRM-ით, რომელიც გამოგადგება აბსოლუტურად ყველაფერში, აბსოლუტურად უანგაროდ. ამიტომ არის რაღაცეები, რაც არ იყიდება, მეგობრებო. ეს არის ალბათ ადამიანობა და ღირებულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ყველა ბიზნესს უსურვებ, რომ რაღაცა ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, უფრო მეტად ჰუმანურები ვიყოთ და არ დაგვავიწყდეს რეალურად რისთვის დავიწყეთ. თუ შენ დირექტორი ხარ და თვლი რომ კაპიკებში გინდა რაღაც პლატფორმა იყიდო, უკვე არასწორად ფიქრობ. იმიტომ რომ გაციფრულების პროცესი შენს ყოველდღიურობას და შენს ბიზნეს პროცესებს ცვლის. ეხა საჭირო სოფტებს რო ხაზი გაუსვათ და ავტომატიზაციებს. დღეს კომპანია, რომელიც PDF-ში ან Excel-ში აკეთებს invoice, ჩემი აზრით, ავტომატურად მისი თანამშრომლის ყოველდღიურობის 2 საათს აირჩი აგდებს. შენი პროცესების ავტომატიზირება ნიშნავს იმას, რომ შენ დღეს დებ პირობითად 100,000 ლარს ინვესტიციას ამაში და ეს მერე აკეთებს რას? შენი თანამშრომელი უფრო პროდუქტიულია. შემოსავალი უფრო მეტი გაქვს. შენს მიერ ჩადებული რეკლამაში თანხა, ანუ იგივე ROI, ინვესტიციის უკება უფრო მაღალია. მომხმარებელი კმაყოფილი ყავს და საბოლოო ჯამში ბრენდინციდენტობაც უფრო ყალიბდება და კარგი გამოდის. შენ თქვი, რომ ჩემი პლატფორმა 60 ადამიანის რესურსს უდრის. ჩვენი იდეა არის ესეთ დაუშვი შეცდომა რომ გამითარდე. თუ შეცდომას არ უშვებ, შენი შეცდომა ეგ არის, რომ შეცდომას არ უშვებ. თუ რამე პროდუქტი გაქვს, რომელსაც გწამს, ყველა უარი ძალიან გულთან ახლოს მიგავს.